სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაკში მოხდა. ვიდეოს ავტორები ადგილობრივ პოლიციაში უკვე გამოკითხეს. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში გასათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს. მოგვიანებით კი გადაყარეს. სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს. მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობის შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე. აღნიშნულია ინფორმაციაში. ეს შეღებილი ატამი ჯერ ერთი არსად არ წასულა რეალიზაციაზე. უბრალოდ, როდესაც ატამი მოიკრიფება და ამოდის ჩასაწყობად ყუთებში მზადდება, იქ ატამში არის გაფუჭებული რაღაც რაოდენობა. ზოგს პატარა ნაკბენი აქვს წერისგან, ლპება, ეტყობა ფრჩხილის ხელავი, ლპება. ზოგი ტოტი არის შერჭმული და იმას არ ვდებთ ამ ყუთებში, რომ მე იქ რომ მიდის, იმათ უფუჭდებათ საქმე. რატომ უნდა გავყიდო ცუდი, როცა კარგი ამდენი არის გასაყიდი და ბევრიც არ გამოდის. ერთ მანქანაზე სადღაც ერთი სეტკა გამოვიდეს, ორი სეტკა გამოვიდეს, იმას ისევ ყრით ხოლმე და ამ გადასაყრელ ატამზე რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა რა და დავასხეთ პულიმიზატორით ეს რაღაცა და ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. მე ეს კი გადავდგით, არსად არ წასულა, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო. შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ.